შეიძლება თუ არა ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსები და რატომ დადგა დღის ეს რიგში თბილისის ავტოპარკის სრულად განახლება. დედაქალაქის ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ მოძრავი ავტობუსების ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და გამოსვლას საჭიროებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სახსრებით აპირებს ამას თბილისის მერია. უკვე შექმნილია მუშა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ირგვლივ არსებულ პრობლემებს სწავლობენ. გოგი ნევსაძე 9 წელია ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსის მძღოლად მუშაობს. ამბობს, რომ განსაკუთრებით გაუსაცლისი ზაფხულში მუშაობაა. ავტობუსს არ აქვს კონდიცირების სისტემა და არც ფანჯრები იღება. გოგი ნევსაძე შაშა ზაფხულში მომხდარსაც იხსენებს, როცა მაღალი სიცხის გამო ერთი მძღოლი გარდაიცვალა. სიცხის გამო გაიყობა, არა შესაძლოა ჯანმრთელი კაცი 50 წელია. მსგავს პირობებში მუშაობა თბილისის სამივე ავტოპარკში მომუშავე 1324 მძღოლს უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსების შეკეთება მუდმივად ხდება, მათი უმრავლესობა მწყობრიდან გამოსულია. გაცვეთილია საბურავებით და დატვირთვით მუშაობას ვეღარ უძლებს. მისწრაფით ევროპისკენ, ევროპაში აღარ არის ესეთი მანქანები. ზიან კოსტუმებით და არიან კონდიციონერით. ეს დავიждებოდი კოსტუმით და კონდიციონერით, რომ ამ სიცხეში არ უწევ. გაუვიდე პრაბეგია, გაირბინა თავისი ავტობუსი. გზავრები ამბობენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტის შექმნის დაპირება ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღეს და თბილისის მერიამ ამით ახსნა მგზავრობის საფასურის გაძვირება. მათივე თქმით, ავტობუსში ზაფხულში ცხელა, ზამთარში კი ისე ცივა როგორც გარეთ. ძალიან არის სასიამოვნოა, რომ შემოდიხარ. ვიზუალურად ძალიან ცუდი შესახედაობა აქვს. რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ უკეთესი უნდა იყოს მომსახურებაც, თვითონ ძალიან სიცხეა. სისუფთავეც უნდა იყოს. ნამდვილად არ არის სასიამოვნო გზავრობა ამ ავტობუსით. სასიამოვნო იქნებოდა, რა თქმა უნდა, ნორმალური გათხოვებაც რო იყოს და ეს სიგრილეც და გათხოვებაც. სულ დაფეხმილეთ. ფაქტობრივად არც ამორტიზატორები აქვს, არა კახადრუხით დადის. ფანჯრები არ იღება, ის არ არის, სიგრილი არ არის ერთობა. დავით ნარმანია ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ ქალაქში მოძრავი ავტობუსების ნაწილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და ახლით შეცვლა საჭიროებს. დავით ნარმანიას განცხადებით თბილისის ავტოპარკი სრულად განახლდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სახსრებით აპირებს ამას თბილისის მერია. ჩვენ მომდევნო წელს ვაპირებთ თბილისის ავტობუსების პარკის განახლებას და გვინდა უფრო თანამედროვე და უფრო მოდერნისტული ავტობუსების შესაძლებლობა, რომელიც იქნება ადაპტირებული შეზღუდული საზრდოობის მქონე პირებისთვის. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში შექმნილია მუშა ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ირგვლივ არსებულ პრობლემებს სწავლობს. ჯგუფი პრობლემების საბოლოო ვარიანტს დოკუმენტურის სახით სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დადებს, რომლის მიხედვითაც გამოცხადდება ტენდერი. ავტობუსების ნაწილი ჩამოიწერება და მათ ახალი ჩაანაცვლებს. კონდიციონერი არ არსებობს, ზამთარში გათხოვება არ არსებობს. არის მოძველებული ტიპის ავტობუსები, რომელიც ალბათ ჩვენ ქალაქს, დედაქალაქს არ შეეფერება და მოსახლეობის წყონასაც იმსახურება. ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი პრეტენზიებს არ იღებს და ამტკიცებს, რომ ავტოპარკის მთლიანად განახლება შეუძლებელია. ტენდერით შეჭადა და ამას დაკავშირებით უბრალოდ მასშტაბურმა საკრებულომ პრიორიტეტები გამოიღო და გააუქმა აღნიშნული ტენდერის კატალოგიური თანხები და შესაბამისად ვეღარ შევიძინა. ვინაიდან თბილისში შესაძლოა ავტობუსია და მის განახლებას გააჩნია თუ ხარისხიანი ავტობუსის შეძენა დაიწყება დაჭირდება დაახლოებით 240 მილიონი. შესაბამისად ალბათ დამეთანხმებით რომ წელიწადში არასერიოზულია. ახალი ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში მომავალი წლიდან იგეგმება. მერიის სამომავლო გეგმაში მეტროპოლიტენისა და სამარშრუტო ტაქსების მოწესრიგებაც შედის.